დაფნა როგორც სასარგებლო კულტურა. დაფნას საქართველოში უდიდესი პოტენციალი აქვს. ის იზრდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მას არ ჭირდება ზედმეტი დანახარჯები. თავარია კარგად გამოიყვანოთ და დავთესოთ, ნერგი გავაკეთოთ და გადავდგოთ. მისი გამრავლება ხდება როგორც დათესვით, ასე ნერგის გამოყვანით. ასევე არის გადაწიგნის მეთოდი. აი ეს მაგალითად არის გადანაწიგნი, აი ეს ახალი ენერგია წელს გადაწიგნული შემოდგომაა. ეხლა არის დაფნის გადარგვის დრო. თუ ბევრს გავაშენებთ საქართველოში დაფნას, დიდი მოთხოვნილება გაჩნდება და უფრო დაფასდება. წავიდეთ ნახოთ ახალი დარგული დაფნები. ეს ბუჩქი გავყავით და გადარგული არის ახალი ძირი. ეს არის 3 წლიანი ძირი. ეს პატარა ძირებია წლიანები. ესენიც კიდე 3 წლიანი ძირები. დაფნა შენდება როგორც შპალერის სახით, ესე იგი ახლოს დარგვის და აი ესე გაშენებით, ისე სათითაოდ ხელშეგვიძლია გაუშვათ. შეგვიძლია ეზოს გარშემო ბაღი თუ გვაქვს ვაზის გაშენებული, ვაზს შემოვალოთ გარშემო. არ არის პრეტენზიული. ეხლა ვნახოთ წელს დათესილი გაზაფხულზე ახალი პატარა ნერგები. ეს დავთესეთ, წელთესლი ავიღეთ და მარტის ბოლოს დაითესა. ესეთი გვაქვს 10 რიგი. ეს არის შპალერის მიხედვით. აი ესე აყვება და 30 მეტრიანია თითო რიგი. 10 ესეთი გვაქვს. ეხლა შეიძლება პაწაწინებია, მაგრამ ხელი შეწყობა უნდა რა. ეხლა უნდა ამას თუ გათოხლა, თუ ბალახმა არ დაჩაგროს. და შემდეგ სასურველია თუ მივცემ შესაბამის სასუქებს. სასუქი ამოფოსთან ერთად ძალიან კარგია. რჩევებს მოგცემენ თვითონ აგრომაღაზიებში. დაფნის ფასმა 5 ლარს გადააჭარბა. ნედლი ფოთოლი. ძალიან კარგი ბიზნესია და ყველაფერს შეგიძლიათ დაიწყოთ. არ არის რთული. არიან უკვე გამოჩნდნენ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც მოვლენ და თვითონ გაგიშენებენ ამ დაფნას. ეს ბაღი უკვე რაც არის აქ. აი ეს 10 წლის. აი იქეთ არის დაფნის ხეები ზემოთ. გადაწიგნის მეთოდით გაშენება ყველაზე ადვილია. ძალიან კარგად ხარობს და გაჩვენებ გადაწიგნულ დაფნას კიდევ ერთხელ. აი ამ ბუჩქიდან აღებული ტოტი არის. და შემდეგ არის აი ეს. ესე იგი იმ ბუჩქიდან ავიღეთ. ეს მიწამოთხარეთ და ჩავდგეთ. აი ესენი 1, 2, 3, 4. ესენი სულ არის გადაწიგნის მეთოდი. აი იქ იყო 1 ძირი, 1 გადავწიგნეთ, 2, 3 და გახდა 4 ძირი. აი ესენი ყველა არის გადაწიგნის მეთოდით გახარებული. პატარა დაფნის ბუჩქები გვაქვს. ახლა მოგიწოდეთ გააშენოთ დაფნა. საქართველოში დიდი პოტენციალია კიდევ ერთხელ იმეორა.